საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებს ამჯერად სასჯელ აღსრულების მინისტრი შეხვდა. სოზარ სუბარმა მედიის წარმომადგენლებს ამის დროს მუშაობის შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. Terrakitxobi ქონდა მედიას მინისტრთან და რა განცხადებები გააკეთა სოზარ სუბარმა სოფო ხანიშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში სოფო გისმენთ. უკვე 1 საათია სასჯელ აღსრულების მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან გრძელდება. სოზარ სუბარს საკმაოდ ვრცელი წინასიტყვაობა ქონდა, მათ წინასიტყვაობაში ისაუბრა იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ახალ ხელისუფლებას უწყებაში დახვდა, ასევე ისაუბრა მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე. რამდენიმე ჟურნალისტს უკვე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დაესვა მინისტრისთვის შეკითხვა. პირველი შეკითხვა შეეხებოდა მერვე სასჯელ აღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორის დაკავების საკითხს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა და დაადასტურა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკვე დააკავებულია და მისივე განმარტებით მისი გათავისუფლებულია სამსახურიდან და მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა სახალხო დამცველის მოხსენება და იქ მოყვანილი მიზეზები. ასევე სასჯელ აღსრულების მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ სახალხო დამცველის მოხსენებაში დასახელებული ყველა ადამიანი, ვინც დაკავშირებული იყო პატიმრებთან არაადამიანურ მოპყრობასთან, მათ იდენტიფიცირება უკვე მომხდარია და ასევე ერთ დარჩენილია მინისტრის განმარტებით მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს. ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო მოხსენებული სახალხო დამცველის მოხსენებებში, არის როგორც ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას აკეთებდნენ პატიმრების მიმართ, არის იდენტიფიცირებული ხალხს უსვამ, იმიტომ რომ ამ ხშირ შემთხვევაში მათი მხოლოდ მეტსახელები იყო ცნობილი, მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ვინმე ხონსკი, რომელიც იყო მოხსენებული. სწორედ სახალხო დამცველის მოხსენება გახდა საფუძველი, რომ ჩვენ მოგვეხდინა ამ ადამიანების იდენტიფიცირება. აბსოლუტურად ყველა ადამიანი არის გათავისუფლებული ერთის გარდა, მისი ვინაობაც იდენტიფიცირებულია, ის დღეს თანამშრომლობს გამოძიებასთან. მიმდინარე გეგმებზე და სამომავლო სტრატეგიაზე საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორის მნიშვნელობა. სოზარ სუბარის განმარტებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ წუთისთვის სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში ეს არის C ჰეპატიტის პრობლემა. მისივე ინფორმაციით ამ დროისთვის პატიმრების დაახლოებით 15% და უფრო მეტი დაავადებულია C ჰეპატიტით და მიუხედავად იმისა, მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს C ჰეპატიტის წინააღმდეგ კურნალობის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს. ჯანდაცვის პროგრამაზე საუბრისას სასჯელ აღსრულების მინისტრმა განაცხადა, რომ ღია საზოგადოება საქართველოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი პროგრამის და პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სწორედ პატიმრებისთვის C ჰეპატიტის მკურნალობის საკითხს. ჩვენ ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან სერიოზული პროგრამა, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ C ჰეპატიტის მკურნალობა, ეს გეგმა დადებულია, შემუშავებულია კრიტერიუმები, ვინ შეიძლება დაექვემდებაროს ამ მკურნალობას და ძალიან მალე იმედი გვაქვს, რომ უკვე სახელმწიფო პროგრამის ხასიათს მიიღებს ეს პროგრამა და შესაბამისად რაღაც შემოდგომაზე შესაძლებელი იქნება მკურნალობის დაწყება. პირველ ეტაპზე თუნდაც პილოტური ხასიათის, მაგრამ შემდგომში უკვე ეს გავრცელდება ყველა პატიმარზე. ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად დაასახელა იურიდიული სამსახურის დამოუკიდებლობა. მინისტრის განმარტებით ამ დროისთვის ეს სამსახური არავის მხრიდან ზეწოლას არ განიცდის და აქვე სოზარ სუბარმა განაცხადა ისიც, რომ წლის ბოლომდე შესაძლებელია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელ აღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდეს და ის ანგარიშვალდებული იყოს საბჭოს მიმართ, რომლის შემადგენლობაზეც ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა და მინისტრის განმარტებით თუ როგორ დაკომპლექტდება საბჭო, ამაში სამინისტრო არ ერევა და ეს მთლიანად კანონმდებლების გადასაწყვეტია. ერთი რასაც მივაწეთ უფასო იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებით, რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ დღეს ეს სამსახური განიცდის რამე ზეწოლას ვისგან. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით და მხოლოდ საკუთარი შეხედულებით და
ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ემსახურებიან მხოლოდ კანონს და მხოლოდ კლიენტებს, მათ დასაცავად უნდა ემსახურებოდნენ ყოველ შემთხვევაში და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. წლის ბოლომდე ალბათ მოხერხდება ის, რომ სამსახური აბსოლუტურად გათავისუფლდეს სასჯელ ახსნილების სამინისტროდან, იყოს დამოუკიდებელი და მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს უკვე დამოუკიდებელი საბჭო, სავარაუდოდ 9 კაციანი უნდა იქნება ეს საბჭო. თვითონ ჩვენ ნაკლებად ვერევით, ვინ უნდა შედიოდეს ამ საბჭოში, ეს არის კანონმდებლების გადასაწყვეტი და საზოგადოების გადასაწყვეტი. სასჯელ ახსნილების მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან გრძელდება. კიდევ რა შეკითხვები დაისმება მედიის მხრიდან და რაზე გამახვილდება სოზარ სუბარის მიერ ყურადღება რა საკითხებზე, ეს უკვე შემდეგ გამოშვებებში. მადლობა საფა შაფოხანაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.